მოგეხსენებათ, ჩარლი მანგერი იყო ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ლეგენდარული ინვესტორის უორენ ბაფეტის მრავალწლიანი პარტნიორი და მის მეგობარი. ისინი თითქმის 6-10 წლეულის განმავლობაში მონაწილეობდნენ კომპანია Berkshire Hathaway-ის განვითარებაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიაა. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ, ძალიან აფასებდნენ ერთმანეთს. ჩარლი 2023 წელს გარდაიცვალა თუ არ ვცდები 100 წლის ასაკში. ბაფეტს მასზე ესეთი რაღაცა აქვს, ნათქვამი, ჩარლის ნებისმიერი გარიგების გაანალიზება და შეფასება შეუძლია უფრო ზუსტად და სწრაფად, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცოცხალ პიროვნებას. ის ნებისმიერ რეალურ სუსტ მხარეებს 3 წამში დაგანახებს. ის სრულყოფილი პარტნიორია. თუმცა მანგერის მნიშვნელობა მხოლოდ ინვესტიციებით არ შემოიფარგლება, ის ცნობილი გახდა თავისი მულტიდისციპლინური აზროვნებით და იმით, რომ ულევი ცნობის მოყვარეობა და მუდმივი სწავლის სურვილი ჰქონდა ამ ადამიანს და მისი საჯარო გამოსვლები, წერილები და თვითონ ეს წიგნიც, მოკლედ საოცარი ისეთი ცხოვრებისეული, ზუსტი სიტყვა იქნება ალბათ, ცხოვრებისეული სიბრძნის ხასიათდება რა, რომელიც ყველა ადამიანს გამოადგება იმ ხალხს, ვინც ზრდისკენ არის მიმართული, პიროვნული ზრდისკენ და ვისაც უნდა ცხოვრებაში რთული გადაწყვეტილებების მიღების ტექნიკები გამოიმუშაოს, ინვესტიციების შესახებ უფრო მეტი გაიგოს, გაყიდვების შესახებ და განსაკუთრებით ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ. თუმცა ჩვენი პოდკასტი ადამიანის ფსიქოლოგიას შეეხება მხოლოდ მანგერისეულ დაკვირვებებს ფსიქოლოგიას და მენტალურ შაბლონებს რაღაცა კუთხით ინვესტიციების შესახებ. ეს პოდკასტი არ იქნება ამას, იმიტომ ვამბობ, რომ წიგნში ამის შესახებ ძალიან მსხვილად მიდის, ბევრი მეტი საუბარი, თუმცა ჩემი ინტერესის სფერო ეგ არ არის. კიდევ ერთხელ ამ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ მანგერის ცნობილ იდეებზე ადამიანის ფსიქოლოგიის და მენტალური შაბლონების შესახებ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გონების საამქროს პოდკასტს, ჩემი სახელია ომარ ნოეწერტელი და ჩვენ აქ ვფარავთ ბიოგრაფიული ჟანრის წიგნებს და ძალიან წარმატებული და საინტერესო ხალხის მემუარებს. შეგიძლიათ გონების საამქრო პოდკასტის სახით Spotify-ზეც მონახოთ, Spotify-ის ლინკი ვიდეოს აღწერაში იქნება. ეხლა რა არის, მოდით ეს მენტალური შაბლონები ორი სიტყვით ვთქვათ რა და ზოგადად ჩარლი მანგერი პოპულარული გახდა ინტერნეტ სივრცეში და მენტალური შაბლონები პოპულარული გახდა ამერიკელი ბლოგერების და პოდკასტერების დახმარებით. ხო იცით, ეხლა თანამედროვე სამყარო როგორ არის, ვიღაცა რაღაც საინტერესო თემას მიაგნებს, ამერიკელი ინფლუენსერი, ბლოგერი თუ პოდკასტერი და იმის შესახებ შეიძლება გააკეთოს რაღაცა ბლოგი ან პოდკასტი და მოკლედ ის მთელი ტალღა აგოროს იმის შესახებ, დაწეროს მერე წიგნები და რაღაცები, ანუ რაღაც თემის ის მოახდინოს ექსპლუატაცია, ვთქვათ ასე, კაი გაგებით და შემოიტანოს გახადოს პოპულარული. ზუსტად ესე მოხდა ჩარლი მანგერის შემთხვევაში და ეს ჩარლი მანგერის მენტალური შაბლონების შემთხვევაში არის ესეთი ამერიკელი ბლოგერი შეინ პერიში, რომელმაც მოკლედ გააერთიანა, ასე ვთქვათ, კოდიფიკაცია გაუკეთა ჩარლი მანგერის სხვადასხვა საუბრებს, გამოსვლებს, ასე რომ ვთქვათ, აქცია ბლოგად და მან გახადა პოპულარული ეს ყველაფერი ინტერნეტ სივრცეში და შემდეგ ამაზე რამდენიმე ტომეული წიგნებიც კი დაწერა მენტალური შაბლონების შესახებ და მოკლედ რა თქმა უნდა საინტერესო რაღაცა ეს მენტალური შაბლონები, მაგრამ თლად ესე რომ აი ტომები დაწერო ამის შესახებ და რა ვიცი წიგნებს სულტანიანი წიგნები დაწერო, თლად ეგეთი თემაც არ მგონია პირდაპირ გეტყვით, აი მე ძალიან გამიხარდა, როდესაც ნავალ რაუიკანტთან წავაწყდი ესეთ მოსაზრებას. მე დიდი ხანი ამას ვფიქრობდი, მაგრამ ნავალთან როდესაც წავაწყდი, ძალიან გამიხარდა. ნავალს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი. თუ წიგნი ფულის შოვნის მიზნით არის დაწერილიო, ერიდეთ იმ წიგნის საკითხვას, და აი მართალია და ჩემი აზრით ის ტომებულები, რაც დავასახელე, ის წიგნები ამ მენტალური შაბლონების შესახებ, ბოდიში მოითხოვია და მე არის მენტალური მასტურბაცია რა. და რაღაცა ჭყიალასო
გადააწყდები თავიდან ადამიანი და მაგარი რაღაცა გონია, ესეც ისიც ჩვენივე ინტელექტის ნაკლებობის გამო სხვათა შორის თავიდან და მე რო გავიზრდებით და მივხვდებით აუ რა სისულელე ყოფილა, აი ეგეთი რაღაცებია და მაგრამ მოდი მაგას შევეშოთ და ორი სიტყვით მაინც შევეხოთ, რადგანაც მანგერს ძალიან უყვარდა და მე უფრო ფსიქოლოგიურ თემებზე გადავიდეთ მანგერიდან გამომდინარე რა. ესე იგი, მანგერი იყო ადამიანი, რომელსაც მულტიდისციპლინური აზროვნება ჰქონდა მეთქი ვთქვით და ის ზოგადად მოუწოდებდა ხალხს მულტიდისციპლინური აზროვნებისკენ და სხვა სამეცნიერო დარგებიდან საბაზისო ცოდნის წამოღებისკენ მოუწოდებდა. ასე მაგალითად პირველი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ტექნიკა არის ინვერსიას ეძახის მანგერი, რომელიც მას აღებული აქვს გერმანელი მათემატიკოსი კარლ გუსტავ იაკობისგან. მანგერს აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი. მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, სად მოვკვდები, მხოლოდ ის მინდა ვიცოდე, რა ადგილებში მელოდება სიკვდილი, რათა იმ ადგილებში არასოდეს მოვკვდე. და ეს იდეა აღებული იყო კარლ გუსტავ იაკობისგან, რომელიც ცნობილი იყო ელიფსური ფუნქციების შესახებ თავისი თეორემებით და ნაშრომებით და იაკობი რთულ ამოცანებს ხშირად მარტივი სტრატეგიით წყვეტდა. ის ამბობდა, მოახდინე ინვერსია. ყოველთვის მოახდინე ინვერსია. იფიქრე უკუღმა. იაკობმა იცოდა, რომ საგანთა ბუნებიდან გამომდინარე, ბევრი რთული პრობლემა საუკეთესოდ მაშინ წყდება, როდესაც მათ უკუღმა მიუდგებით. მიუხედავად იმისა, რომ იაკობი ინვერსიას ერთადად მათემატიკაში იყენებდა, ეს მოდელი ჩვენს არსენალში შეიძლება იყოს გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი რა. მაგალითად, აი მანგერი ამბობს, რომ რთულ პრობლემებზე მხოლოდ ერთი მიმართულებით ფიქრი საკმარისი არ არის ხოლმე. მათზე როგორც წინასე უკუ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. ბევრი პრობლემის გადაჭრა პირდაპირ ეგზის შეუძლებელია, შეგვიძლია მათ მივიდგეთ ინვერსიულად. მაგალითად, თუ მუშაობთ ორგანიზაციაში, ვართ მენეჯერი და გსურს ორგანიზაციაში კრეატიულობის დონის, შემოქმედებითობის დონის ამაღლება და დავფიქრდებით, აი რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში კრეატივი წახალისდეს. შესაძლოა თავიდან გაგვიჭირდეს მოფიქრება თუ რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თუ ინვერსიულად მივუდგებით ამ პრობლემას, ჩვენ ზუსტად გვეცოდინება რა არ არის გასაკეთებელი და რამ შეიძლება ჩაკლას კრეატივი და შემოქმედებითობა. აი ამის უფრო კარგი მაგალითი შეიძლება იყოს, აი ცხოვრება რო ავიღოთ და ბედნიერება, ხო? რა არის ბედნიერება? უბრალოდ როგორ უნდა გავხდეთ ბედნიერი. ანუ შეიძლება რთული კითხვა იყოს, რაღაცა ძალიან ფართო განმარტების საგანი იყოს და როგორ უნდა გახდე ბედნიერი, მზა რეცეპტის პოვნა რთული იყოს, მაგრამ ადამიანმა თითქმის ყოველთვის იცის რეცეპტი მზა უბედურებისკენ, ხო? ანუ ინვერსიულად, აქაც ინვერსიული მიდგომა. და აი გავხსი რაღაც არის ეს მენტალური შაბლონები, რაც გეხმარება გადაწყვეტილებების რაც გაშიშულებაში და უფრო გამარტივებაში, ხო? ანუ მთელი აზრი მაგალითად ამისი არის ის, რომ სისულელის თავიდან არიდება უფრო მარტივია, ვიდრე გენიალურობის ძიება რა. ეს პირველი მენტალური შაბლონი. ასევე მანგერი წიგნში ბევრს საუბრობს იმაზე და ზოგადად მანგერი ცნობილია ამ ამბით, რომ ხალხს მოუწოდებს რუტინული გამუდმებული კითხვისკენ. და მანგერი ამბობს, რომ დროის გატარების ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული გზა არის წიგნის კითხვა და თუ არ იცი რა გააკეთო კონკრეტულ მომენტში და დროს ფლანგაო, წიგნი ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია, იმიტომ მისი აზრით წიგნით ხელში არასოდეს ფლანგავს ადამიანი დროს ის ხო გაუმაძღარი მკითხველი და განსაკუთრებით ბიოგრაფიული ჟანრის წიგნების კითხვა უყვარდა და პირადად მე ბიოგრაფიული ჟანრების წიგნების კითხვა მისი რეკომენდაციით დავიწყე და შემდგომ ამ პოდკასტის ჩაწერაც დავიწყე. მანგერი წერს: თავად მე ბიოგრაფიული ჟანრის წიგნების ფანატიკოსი ვარ. ვფიქრობ, როდესაც ცდილობ ასწავლო ისეთი კონცეფციები, რომლებიც ცხოვრებაში ნამდვილად მუშაობს, ამ კონცეფციების ავტორების ცხოვრებასთან და პიროვნებასთან დაკავშირება გვეხმარება მათ უკეთესად აღქვაში.
ვფიქრობ, ეკონომიკას ბევრად უკეთ ისწავლი თუ ადამ სმიტს დავუმეგობრდები. ეს უცნაურად ჟღერს. თითქოს მეგობრებს იძენ გავლენიან მიცვალებულებს შორის. თუმცა თუ ცხოვრებას ისე გაივლი, რომ დავუმეგობრდები გავლენიან მიცვალებულებს, რომლებსაც სწორი იდეები ჰქონდათ, ვფიქრობ, ეს ბევრად გამოგადგებათ ცხოვრებაში. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე უბრალოდ საბაზისო თეორიული კონცეფციების დასწავლა. ეს აზრი მომეწონა ძალიან ეს მეტაფორა გავლენიანი მიცვალებულების და გამან გამახსენა ერთხელ ლექცია მაქვს მოსმენილი, აღარ მახსოვს ვინ კითხულობდა მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის შესახებ. და მამარდაშვილს ჰქონია ესეთი ტერმინი შორეული თანამოსაუბრე. შორეული თანამოსაუბრე, ანუ მაგალითად ჩვენ რო წიგნს ვკითხულობთ, მაგალითად პლატონს, არისტოტელეს, კანტს, ალბერ კამიუს არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ამით ვიძენთ შორეულ თანამოსაუბრეს აწ-გარდაცვლილ გენიალურ ავტორს. და მანგერის ამას აღნიშნავს გავლენიანი მიცვალებულები. კაი იდეა. აი ზუსტად წიგნების კითხვით ჩვენ გავლენიან მიცვალებულებს ვუმეგობრდებით და ცხოვრების გასავალ გზას ასე მგონია უფრო ვიმოკლებთ და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვაიოლებდეთ კიდეც. აქვე ამბობს მანგერი, გამარჯვების ერთადერთი გზა არის შრომა. შრომა და იმედი, რომ ამ პროცესში რამდენიმე კარგი იდეაც დაგებადება. გახდი გაუმაცხარე მკითხველი, განივითარე ცნობის მოყვარეობა და ეცადე ყოველდღე ცოტათი უფრო ბრძენი გახდე. გამარჯვების სურვილზე უფრო მეტი სხვათა შორის მნიშვნელოვანია პროცესის გავლის სურვილი. შეისწავლე ძირითადი აკადემიური საბაზისო დისციპლინები და მენტალური შაბლონები. თუ გინდა ჭკვიანი გახდე, უნდა გააგრძელო ერთი და იგივე შეკითხვის დასმა რატომ. ამასთან დაკავშირებით ვახსენებ იმას, რომ ამ შეკითხვაზე რატომ მთელი წიგნი არის დაწერილი ადამ გრანტის ცნობილი წიგნი კიდევ დაფიქრდი, სადაც პრინციპში ძირითადი ლაიტმოტივი ამ წიგნის არის ის, რომ უნდა დაუშვათ ხშირად შეკითხვა რატომ და ჩვენში წლობით ჩაბეტონებულ წმენა წარმოდგენებს ხშირად უნდა გადავხედოთ და საჭიროების შემთხვევაში უნდა დავანგრიოთ ისინი. ჩემს მიერ ყველაზე ხშირად გაჩუქებული წიგნია ეს წიგნი ადამ გრანტის კიდევ დაფიქრდი. აი, ყველას გერჩევთ, მაგრამ თუ არ იცით, გადახედოთ. ასევე მუდმივი შემეცნება იყო ჩარლისტვის მნიშვნელოვანი მანგერისთვის მისაბაძი ადამიანი ეგრეთ წოდებული როულ მოდელი არის ბენჯამინ ფრანკლინი. სხვათა შორის, როდესაც ბიოგრაფიული ჟანრის წიგნებს ვკითხულობ და მემუარებს, აი ეს როულ მოდელების თემა ხდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წარმოიდგინე, ვკითხულობ ჩარლი მანგერის მემუარს მაგალითად, რადგან ეს პიროვნება მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ მოაზროვნე და ესეთი საქმიანი ადამიანი იყო. და როდესაც ამ მემუარში ის ამბობს, რომ ჩემი როულ მოდელი იყო ბენჯამინ ფრანკლინი, ან არ ვიცი, ვიღაც სხვა პიროვნება, აი ამერე ავტომატურად იმ პიროვნებაზე გადასვლასაც ვიწყებ. ანუ ეს როგორი რაღაცა გამოდის, როულ მოდელი წარმოიდგინეთ რა საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. იმის არ იყოს, ამასინათ სტივ ჯობსის ბიოგრაფიას ვეცნობოდი რა და აღმოჩნდა რომ სტივ ჯობსისთვის მისაბაძი ადამიანია პოლაროიდის გამომგონებელია თუ არ ვცდები ედვინ ლენი. და სტივ ჯობსი იძახის რომ ედვინ ლენისგან ძალიან ბევრი რაღაცა ავიღეო რა Apple-ის შექმნის პროცესშია და წარმოიდგინე ხა სტივ ჯობსი საინტერესოა და ედვინ ლენი რა საინტერესო ტიპი იქნება შესაბამისად აი მაგ ხალხის ბიოგრაფიასაც მალე შემოგთავაზებთ. მან წიგნში ესეთი რაღაცა წერია. ბენჯამინ ფრანკლინმა მიუხედავად იმისა, რომ ის თვითნასწავლი იყო, საოცარ წარმატებას მიაღწია ისეთ მრავალფეროვან სფეროებში, როგორიცაა ჟურნალისტიკა, გამომცემლობა, სტამბის საქმე, ქველმოქმედება, საჯარო სამსახური, მეცნიერება, დიპლომატია, გამომგონებლობა. ფრანკლინის წარმატება დიდწილად განპირობებული იყო თავად მისი ბუნებით, განსაკუთრებით კი მისი დაუღალავი შრომის მოყვარეობით. ასევე ჩაუცხრობელი ცნობის მოყვარეობითა და მორთვერი ხასიათით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ის ფლობდა სხარტ და მზადმყოფ გონებას, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ადვილად დაუფლებოდა ნებისმიერ ახალ სფეროს, სადაც მუშაობას გადაწყვეტდა.
გასაკვირი არ არის, რომ ჩარლი მანგერი ფრანკლინს თავის უდიდეს გმირად მიიჩნევდა, რადგან მანგერიც ფრანკლინის მსგავსად თვითნასწავლია. ფრანკლინის მსგავსად ჩარლიმაც თავი აქცია მომზადების, მოთმინების, დისციპლინისა და ობიექტურობის დიდ ოსტატად. მან ეს თვისებები წარმატებით გამოიყენა როგორც პირად, ისე საქმიან სფეროებში, განსაკუთრებით კი ინვესტირებაში. შემდეგ მანგერი ესეთ რაღაცას ამბობს. არ მინდა იფიქროთ, რომ სწავლის ან ქცევის ისეთი მეთოდი არსებობს, რომელიც უამრავ შეცდომას აგარიდებთ თავიდან. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ შეგიძლიათ ისწავლოთ სხვებზე ნაკლები შეცდომების დაშვება და მათი უფრო სწრაფად გამოსწორება. შეუძლებელია სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრო ისე, რომ ბევრი შეცდომა არ დაუშვა. იმის ნაწილი, რაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ, არის შეცდომებთან და იმ ახალ ფაქტებთან გამკლავება, რომლებიც შანსებს ცვლის. ცხოვრება გარკვეულწილად პოკერის თამაშს გავს, სადაც ხანდახან უნდა ისწავლოთ თამაშიდან გამოსვლა მაშინაც კი, როცა ხელში ძალიან ძლიერი და საყვარელი კარტი გიჭიროთ. სიბრძნის შეძენა მორალური ვალდებულებაა. ეს არ არის რაღაც, რასაც მხოლოდ ცხოვრებაში წინსვლისთვის გააკეთებ. და ამ იდეიდან გამომდინარეობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. ეს მოითხოვს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლაზე იყოთ შემჯდარი. უწყვეტი, მთელი ცხოვრებისეული სწავლის გარეშე თქვენ წარმატებას ვერ მიაღწევთ. მხოლოდ იმ ცოდნით, რომელსაც ახლა ფლობთ ცხოვრებაში, შორს ვერ წახვალთ. ანუ მანგერი შემდგომ წიგნში ძალიან ბევრს საუბრობს, რამდენიმე თავი ეთმობა ისევ ინვერსიის იდეას რა, რომელიც რეალურად შეგვიძლია დავარქვათ სიბრიყვისთვის, სისულელისთვის თავის არიდების იდეა. ესეთ რაღაცას წერია. განსაზღვრეთ თქვენი კომპეტენციის წრე და გამოიყენეთ ეს ცოდნა, რათა მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ თავი იმ საკითხებისგან, რომლებიც არ გესმით. სამსახურსა თუ ცხოვრებაში სირთულეების ხელოვნურად შექმნისთვის ქულებს არავინ გიწერთ. სინამდვილეში ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ სიბრიყვისთვის თავის არიდება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ბრწყინვალების ძიება. რა თქმა უნდა, ეს პრინციპი უკავშირდება მანგერის კიდევ ერთ გამონათქვამს აქ. ადამიანები ცდილობენ იყვნენ ჭკვიანები. მე კი მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ არ ვიყო იდიოტი. მაგრამ ეს იმაზე რთულია, ვიდრე უმეტესობას გონია. გასაოცარია ამხელა გრძელვადიან უპირატესობას მივახციეთ ჩემნაირებმა მე მანგერი წერს უბრალოდ იმით, რომ მუდმივად ვცდილობთ არ ყოფილიყავით სულელები, ნაცვლად იმისა, რომ უგეცა და ყოფილიყავით ზეჭკვიანები. ეხლა კი გადავიდეთ უფრო ადამიანის ფსიქოლოგიურ საკითხებზე, ეგრეთ წოდებულ ბაიასებზე, ანუ ტვინის ტენდენციებზე თუ შაბლონებზე აღარ მახსოვს ბაიასი ქართულად, როგორ მიკერძოებებზე, წიგნში რამდენიმე ათეულ მიკერძოებაზე საუბრობს მანგერი, თუმცა ჩვენ ყველა მათგანს არ შევეხებით ის საინტერესო თემები ამოვკრიფე, რომლებმაც დამაინტერესა და ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო იქნება. პირველი. ტვინს აქვს ესეთი მიკერძოება, ჩვენ გუჯერა და ვენდობით იმ ადამიანს, რომელიც ჩვენში სიმპათიებს აგზრავს. თუ ადამიანი მოგწონს, ტვინს შეუძლია ბევრი შეცდომა დაგვაშევებინოს მასთან მიმართებაში. პირველი შეცდომა თვალი დაგვახუჭინოს მის ამ ადამიანის გამოკვეთილ ნაკლოვანებებზე და გაგვაკეთებინოს ისეთი რაღაცა, რაც სხვასთან მიმართებაში არაფრის დიდებით არ გავაკეთებდით. მეორე, მისაღები შეიძლება გახდეს ამ ადამიანთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა რაღაცა და ამით იხსნება მაგალითად ინფლუენსერების ესეთი პოპულარობა, ანუ ადამიანი თუ მოგწონს და ის შენს მიმართ სიმპათიებს აღძრავს, მასთან ასოცირებული ნივთების, ადგილები, სადაც ის დადის თუ ის ცხოვრების წესი, რომელსაც ის მისდევს, ის მისაბაძე ხდება და ის მოსაწონი ხდება. და მესამე, ტვინმა შეიძლება დაიწყოს ფაქტების დამახინჯება და რეალობის გადაწერა. ამ მიკერძოებების ცოდნა მანგერის აზრით, ამ ფსიქოლოგიური ელემენტარული ფსიქოლოგიური მოცემულობის ცოდნა დაგეხმარება იმაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაგაშვებინოს ტვინმა. მაგალითად, თუ ვიცით ამ ტენდენციის შესახებ, ფრთხილად ვიქნებით, ხო, იმ
იმის შესახებ, რომ შეიძლება მოგწონდეს ადამიანი და ძალიან ობიექტურობა დაგვაკარგინოს ამ ჩვენმა მოწონებამ და სიმპათიამ და უფრო ფრთხილად ვიქნებით. შემდეგი არის ეჭვის არიდების მიკერძოება. ანუ ადამიანი მიდრეკილია ეჭვი ჩაახშოს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებით. მაშინ, როდესაც სისწრაფის ადგილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ იყოს და პირიქით მოითხოვდეს სიდინჯეს. მაგალითად, ევოლუციურად ესეთი რაღაცა ჩაიდო ცხოველებში, რომ მაგალითად თუ გვყავს მსხვერპლი და თუ გვყავს მტაცებელი და მსხვერპლს მტაცებელი უახლოვდება, მსხვერპლმა თუ დაიწყო ეხლა აქ გამჭრიახი მსჯელობა რა გააკეთოს, ის სავარაუდოდ ლანჩი გახდება მტაცებლის. და მისაღებია სწრაფი გადაწყვეტილება, ხო, მაგრამ ადამიანს გაურკვევლობა ძალიან არ მოსწონს და გაურკვევლობის ბურუსი დისკომფორტს იწვევს. ტვის არ მოსწონს გაურკვევლობა, ამიტომაც მიდრეკილი ვართ სწრაფი გადაწყვეტილებებისკენ. მაგალითად, ვართ სამსახურო ბიზნესში ხვედრას და რაღაცა მაგიდის ირგვლივ მიდის მიშელობა და რაღაც გადაწყვეტილება მისაღები, მაგრამ ვერაფერს ვერ გვთავაზობთ. საკმარისია ვიღაც გავლენიანმა ადამიანმა დადოს გადაწყვეტილება მაგიდაზე, თუნდაც ძალიან ნაკლოვანი, ყველას თითქოს ლოდი მოშორდა გულიდან, ყველა ერთმანეთ დაეთანხმება იმ ადამიანს, რადგანაც გაურკვევლობდა სუფევდა ოთახში და ეს კიდე არავის არ მოსწონს. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი ხდება მანგერი იძახის დავაყოვნოთ და იმაზე უფრო მეტი ვიფიქროთ, ვიდრე შეიძლება საჭირო იყოს. შემდეგი ტენდენცია არის ცნობის მოყვარობის ტენდენცია. მანგერს ამაზე ესეთი დაკვირვება აქვს. მან თქვა, რომ ცნობის მოყვარე ადამიანს წინ ძალიან დიდი ხიარულება და სიურპრიზი ელოდება ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც ფორმალურ განათლებას დაასრულებს. თავად მანგერი, როგორც ვთქვით, მარადიული მოსწავლე იყო, ცნობის მოყვარებას მიყვებოდა და მულტიდისციპლინური აზროვნებით გამოირჩეოდა. შესაბამისად, მანგერს ჯერა, რომ ეს ცნობის მოყვარობის თემა და ცნობიერების მუდმივი გაფართოება არის ის ერთი, შეიძლება ვთქვათ, საიდუმლო იარაღი, რომელიც წარმატებულ ადამიანებს გამოარჩევს ხელმოცარულებისგან. აქვე მას ერთი ძალიან საინტერესო და კარგი დარიგება აქვს ახალგაზრდებისადმი მანგერი წერს. შეეცადე ყოველდღე უფრო ბრძენი გახდე, ვიდრე გუშინ იყავი. შეასრულე შენი ვალდებულებები პატიოსნად და კარგად. ნელ-ნელა წინ წახვალ ცხოვრებაში, თუმცა ეს ელვის სისწრაფით არ მოხდება. პარალელურად დისციპლინასაც გამოიმუშავებ და ამით შესაძლებლობებს მზად დაუხვდები. იბრძოლე გამალებით, ყოველი სანტიმეტრისთვის, ყოველი დღისთვის და ცხოვრების ბოლოს. თუ კი საკმარისად დიდხანს იცოცხლებ, როგორც სხვათა შორის ადამიანთა უმეტესობა, ცხოვრებიდან მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ. ცხოვრება და მისი სხვადასხვა ეტაპი შეიძლება რთული იყოს, სასტიკად რთული. პირადად მე ეს სამი რამ მეხმარება გამოწვევებთან გამკლავებაში. მეგობრებისა და ოჯახის სიყვარული, დაბალი მოლოდინები და იუმორი. და მთავარი. ადაპტირდი ცვლილებებთან. შემდეგი ტენდენცია არის სამართლიანობის ტენდენცია, ესე ეწოდება. ადამიანების უმეტესობას სამართლიანობის ღრმა და შინაგანი განცდა აქვს, რომელიც ოქროს წესს ეფუძნება, სახარებისეულ წესს. მოიქეცისხობს ისე, როგორც გსურს რომ მოგექცნენ. მანგერმა შენიშნა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვიცავთ ამ პრინციპს, არამედ სხვებისგანაც მოველით ამავე პრინციპის დაცვას და როდესაც ეს მოლოდინი დაირღვევა, ჩვენი რეაქცია ხდება რადიკალური აგრესია. ზუსტად ამის ცოდნა, ამ ტენდენციის ცოდნა ორ რამეში გვეხმარება. პირველი, შეგვიძლია ეს ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ, ანუ მანგერი ამბობს, რომ ყოველთვის მომგებიანია იყო პოზიტიური და გადადგა პირველი ნაბიჯის სიკეთისკენ, ადამიანები როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, იგივეთ იგი პასუხებენ და უფრო მეტით და მეორე, აგრესიის მართვაში გეხმარება მაგრად. როცა ვინმე მცირე რამაზე არაადეკვატური ბრაზით გიპასუხებთ, ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ სამართლიანობისეული მისი განცდა დაირღვა და შეილახა. ზოგჯერ ეს მიმდინარე სიტუაციას ეხება, ზოგჯერ კი ისინი წარსულში მიყენებულ უსამართლობას აკომპენსირებენ ახალ დამწუთას შენთან.
კონკრეტული რეაქცია, კონკრეტული ინციდენტი ბუნებრივია, შეიძლება წვრილმანი იყოს, მაგრამ მისი რეაქცია იყოს გრანდიოზული, რადგან ის წარსულიდან მომდინარეობს. და როდესაც თავად იგრძნობთ ამ ბრასო, გააცნობიერეთ, რომ თქვენს რეაქციას ნაწილობრივ ეს ტენდენცია მართავს. ზოგჯერ ეს გამართლებულია, ხშირად კი გადაჭარბებული. განსხვავების დანახვა მოითხოვს იმის გაცნობიერებას, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი თქვენ შეგნით და როდესაც უკვე იცი, რომ შენი ბრაზი კონკრეტულ მომენტში შეიძლება ეხა გასაბრაზებული საერთოდ არაფერი არ იყოს, მაგრამ წარსული უსამართლობის გამო ბრაზდები იგივე სიტუაცია რო ქონდა სხვასთან. ეს მის ცოდნა შობის მომგვრელია. შემდეგი არის შურისა და ეჭვიანობის ტენდენცია. ვორენ ბაფეტს აქვს ნათქვამი, რომ სამყაროს არა სიხარბე, არამედ შური ამოძრავებს. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნება იყო, ეხლა რასაც გეტყვით. ზოგადად მანგერი აქ აკრიტიკებს ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებს და ამ თემაზე ვრცლად საუბრობს, რადგანაც ფსიქოლოგიურ სახელმძღვანელოებში ფაქტობრივად ამოღებულია სიტყვა შური, ეს ტერმინი. და ეს არის ტაბუ დადებული თემა არის გამختარი. მაშინ, როდესაც შური ანტიკურ ცივილიზაციებშიც, წამყვან რელიგიებშიც ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ცოდვად არის გამოცხადებული და ათამცნებაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია. და სინამდვილეში ტაბუადებს თანამედროვე საზოგადოებაში ამაზე არავინ არ საუბრობს. მანგერს აქვს საინტერესო ახსნა, თუ რატო დავადეთ ტაბუ აი ამ შურს ადამიანებმა. მანგერის თეორიით არსებობს ტაბუ იმის აღიარებაზე, რომ ვინმეს არგუმენტი კონკრეტულ შემთხვევაში შურია. ის ამბობს ესეთ რაღაცას. ბოლოს როდის მოხდა ჯგუფურ დისკუსიაში, რომ ვინმეს ეთქვა. შენ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, შენ ამას ასე მხოლოდ იმიტომ იქცევი, რომ გშურსო. ეს არ ხდება. მაშინაც კი როცა აშკარა სიმართლეა. მანგერი ამბობს, რომ პოზიციას შურის იარაღი რომ მიაწვდო, ეს არის საოცარი შეურაცხყოფა ადამიანისთვის. მაგრამ როგორც წესი, სწორი დიაგნოზია ხოლმე. ეს ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის რა. შემდეგი არის საპასუხო რეაქციის ტენდენცია, reciprocation tendency. რომელიც ეს ტენდენცია არის უმნიშვნელოვანესი. ამას შეხვდებით მოლაპარაკების წარმოების ტექნიკებში, გაყიდვებში, ანუ ზოგადად ბიზნესის გული თუ შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ცოდნა, რაც ბიზნესის შესახებ უნდა გქონდეთ, ალბათ აი ამ საპასუხო რეაქციის ტენდენციაში ჩანს და უნდა იცოდეს ადამიანმა რა. თუ გინდა რომ სამყარომ სამუშაოს უდიდესი ნაწილი შენს ნაცვლად შეასრულოსო, პირველი პოზიტიური ნაბიჯი ყოველთვის შენ უნდა გადადგაო. და სხვათა შორის ამ reciprocation tendency-ზე შესანიშნავი განმარტებები აქვს რობერტ ჩიალდინის თავის წიგნში გავლენა. მოგეხსენებათ, ეს წიგნი დაწერილია რობერტ ჩიალდინის წიგნი ეხება დარწმუნების ტექნიკებს, ადამიანების გადმობირების ტექნიკებს, გაყიდვების ტექნიკებს და ის იშვიათ წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც არ არის სისულელე და მარკეტინგული ნაგავი. ეს კაცი იყო აღიარებული დოქტორი ფსიქოლოგიაში თუ არ ვცდები და ეს წიგნი დაწერილი აქვს უფრო სამეცნიერო ნაშრომი, უფრო არის ვიდრე პოპულარული ლიტერატურა. მე ორიგინალში მაქვს საკითხული თავის დროზე ინგლისურად, მინდა გითხრათ რომ იყო ძალიან რთულად საკითხი, მაგრამ აი დახუნძლული საინტერესო რაღაცეებით რა. აი მაგალითად ჩიალდინის წიგნში არის მოყვანილი ესეთი ექსპერიმენტი. აი მაგალითად მისმა მკვლევარებმა ქუჩაში გამევლებს თხოვეს არასრულწლოვან დამნაშავეებს ზოოპარკში გაჰყოლოდნენ მეთვალყურეებად. 6-დან მხოლოდ 1 იძახდა თანხმობას. შემდგომ ჩალდინიმ შეცვალა სტრატეგია. ჯერ ადამიანებს თხოვეს გამხდარიყვნენ ამ მოზარდების მეთვალყურეები 2 წლის განმავლობაში. ამაზე რა თქმა უნდა 100%-იანი უარი მიიღეს, მაგრამ ამის შემდგომ მათ კითხეს, კარგით, თუნდაც 1 დღით თუ შეძლებთ მათ გაყოლოს ზოოპარკშიო და თანხმობის მაჩვენებელი გასამაგდა და 50%-ს მიაღწიო. რა მოხდა აქ? მკვლევარებმა დათმობაზე წასვლა გააკეთეს
მოთხოვნის შემცირების ტექნიკა, რაზეც სუბიექტებმა ქვეცნობიერად საპასუხო დათმობა გააკეთეს და დათანხმდნენ იმას, რაზედაც პირდაპირ კითხვის შემთხვევაში უარს იტყოდნენ. სხვათა შორის Walmart-ის დამფუძნებელს Sam Walton-ს ეს კარგად ესმოდა და თავის კომპანიაში ის შესყიდვების აგენტებს უკრძალავდა მომწოდებისგან თუნდაც ერთი hot-dog-ის მიღებას. მაგერმა თქვა, თუ გავითვალისწინებთ ქვეცნობიერ დონეს, რომელზედაც ეს ტენდენცია მუშაობს, ეს პოლიტიკა Sam Walton-ისგან აბსოლუტურად სწორი იყო. ხო, ანუ ეს ტენდენცია reciprocation-ს ასაც ეძახიან საპასუხო რეაქციის ტენდენცია. გულისხმობს იმას, რომ გადაადგის საპასუხო ნაბიჯი, გააკეთე პატარა სიკეთე და სამყარო ამას დაგიბრუნებს მინიმუმ იგივე დოზით და ბევრი კარები გაგეხსნება. შემდეგი ტენდენცია არის სოციალური მტკიცებულების ტენდენცია, social proof tendency, რაც დაკავშირებულია პრინციპში რაღაცა კუთხით მოწონების ტენდენციასთან, აი ზემოთ რო ვთქვით, ეს ტენდენცია კარგად ასახავს ინფლუენსერები რატომ არიან პოპულარულები და ზოგადად გაყიდვებში ძალიან ცნობილი ფაქტი არის, რომ თუ შენი მეზობელი ყიდულობს და შენ გაქვს შენი მეზობლის ჩვენება, რომ ეს პროდუქტი კარგია, სავარაუდოდ შენც იყიდი და ამაზე ერთი გაყიდვების მენეჯერია 30-იანი წლებიდან, რომელიც გაყიდვების გურუდ მიიჩნევა, დევიდ ოგილვი გახლავთ ეს პიროვნება, აი მან შემოიტანა ეს ტენდენცია, სოციალური მტკიცებულების ტენდენცია თავის დროზე, როდესაც ის ყიდდა სამზარეულოს რაღაცა მოწყობილობას, ყიდდა თუ არ ვცდები მიკროტალღური ღუმელი იყო და მან დააკვირდა ესეთ რაღაცას, რომ როდესაც ოჯახში შედიოდა და კარდაკარ ყიდდა ეს კაცი, როდესაც ოჯახში შედიოდა და დიასახლეს ეტყოდა, რომ აი ქვემოთა ქუჩაზე მცხოვრებმა მისის ჯონსონმა იყიდა მსგავსი ქურა და ძალიან ბედნიერია, როგორც წესი 100%-ით იყიდებოდა ხოლმე ეს პროდუქტი. აი მსგავს ფსიქოლოგიურ თემებზე საუბრობს მოკლედ მანგერი ამ წიგნში, როგორც გითხარით, კიდევ ათეულობით ტენდენციაზეა საუბარი, თუმცა ჩემთვის ის ტოპები ამოუკრიფე, რაც იყო საინტერესო. დანარჩენი, რა ვიცი, ამ წიგნის წაკითხვას ნამდვილად გირჩევთ, პატარა წიგნი არა, სადაც 500 გვერდიანია, ვისაც ინვესტირებები გაინტერესებთ, ინვესტიციები, მაგათ უფრო დაგაინტერესებთ, ჩემთვის ინვესტიციები დიდად საინტერესო არ არის, უფრო ფსიქოლოგიური კუთხით და გადაწყვეტილების მიღების კუთხით იყო საინტერესო. ჩემთვის მანგერი, რაც საინტერესოდ მომეჩვენა, კი წამოვიღე ამ პოდკასტში და შემოგთავაზეთ აგრე. მადლობა ყურადღებისთვის, აბა შეხვედრამდე შემდეგში ასევე ძალიან საინტერესო ადამიანი გელოდებათ, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, თუმცა ჩემთვის საინტერესოა და თუ ჩემთვის საინტერესოა, იმედი მაქვს თქვენს დაგაინტერესებთ. აბა შეხვედრამდე.